შევდივართ მთავრობის სასახლეში. ანუ ადმინისტრაციაში, ანუ კანცელარიას რომ უწოდებთ ხოლმე, ანუ მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის მეთაური, სადაც ზის ავდივართ მე-12, თუ არ მეშლება და შესაძლოა მე-13 სართულზე ეხლა ხანია არ ყოფილვარ ამ ქაჯეთის ციხეთ წოდებულში. ავდივართ მე-13 სართულზე იქ ვაკაკუნებთ, ან იმ ოთახში შევდივართ, სადაც ვინ არ ყოფილა მასპინძელი. ეხლა მე მნიშვნელოვან პერსონებს დავასახელებ და არა მეორე თუ მესამე ხარისხოვანებს. მაგალითად მიშა სააკაშვილის დროს რომელიმე პრემიერზე გარდა ჟვანიასი არ გავამახვილებ ყურადღებას, არც ერთ მათგანს არ გავიხსენებ. ან ბიზინა ივანიშვილის დროს არ გავიხსენებ რომელიმე სხვას გარდა ბიზინა ივანიშვილისა. დიახ, ვინ არ ყოფილა მასპინძელი? ბიზინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი როგორც პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანია როგორც პრემიერ-მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე როგორც სახელმწიფო მეთაური და ქვეყნის პრეზიდენტი. ვაკაკუნებთ, ალბათ სწორი არ არის, მოკლედ შევდივართ და იქ მასპინძელი გვხვდება, მნიშვნელოვანი პერსონა, მაგრამ მნიშვნელოვანი პერსონა რომც არ იყოს, ისტორიული პერსონა რომც არ იყოს, იმ კაცს ვინც გვხვდება, პრემიერ-მინისტრი ჰქვია. დღევანდელი კონსტიტუციით ყველაზე მაღალი რანგის ხელისუფალი. ჩვენ მიმოვიხედავთ ხოლმე და აქ-იქ უნდა შეგხვდეს რაღაც მეორე ხარისხოვანი ფოტოები, ნახატები, სურათები, მაგრამ მთავარი ფოტო, მთავარი სურათი უნდა იყოს პირისა, რომელიც საქართველოს ისტორიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირია. ასე ძალიან მნიშვნელოვანი პერსონების ფოტოს, მთავარ ფოტოდ, რა საკვირველია ვერ დატოვებ, დააკიდებ. მაგალითად, რას ვერჩი, თუმცა კი ვერჩი, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რას ვერჩი, ვინ დავასახელოთ ახლა? აკაკი წერეთელს. აკაკი წერეთელი ბევრის აზრით არის ძალიან დიდი პოეტი, მე არ მიმაჩნია, გულახდილად ვიტყვი, აკაკი წერეთელი უდიდეს პოეტად, მასზე დიდი პოეტები ყოლია ჩვენ, მაგრამ აკაკი წერეთლის ფოტო, ის იმ შემთხვევაშიც კი თუ ის დიდი პოეტია, დიდი სახელმწიფო მოღვაწეა, აკაკი წერეთლის ფოტო არ უნდა იყოს მთავარ ფოტოდ, მთავარ სურათად. არც ვაჟა-ფშაველასი, რომელიც მსოფლიო მოვლენაა, არც ნიკო ფიროსმანისა გავცდეთ ახლა მაინც და მაინც მწერლებსა თუ პოეტებს და აი მხატვარი, ხელოვანი მხატვარი ნიკო ფიროსმანი ვახსენოთ, უდიდესი მოვლენაა ნიკო ფიროსმანი, მაგრამ მთავარ სურათად ნიკო ფიროსმანს კი არა, გალაქტიონ ტაბიძის სურათ ფოტო არ უნდა დაკიდო. არა, არ უნდა დაკიდო. სახელმწიფო პირებში შევინაცვლოთ. გაგიკვირდებათ და სულხან საბა არ უნდა იყოს მთავარ სულხან საბას ფოტო სურათი, ფოტო ნახატი. არ უნდა იყოს მთავარ სურათად. არც ნოე ჟორდანიასი, გაგიკვირდება, არც ექვთიმე თაყაიშვილისა, არც ივანე ჯავახიშვილისა მწერლებზეც ვისაუბროთ თუ გდებავთ. მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილის ან კონსტანტინე გამსახურდიას ფოტოსურათი, ფოტო ნახატი სურათი არ უნდა იყოს მთავარ სურათად. სულ 4, მაქსიმუმ 4, არც კი პირია, ვისი პორტრეტიც უნდა იყოს მთავარი შენს კედელზე. და ეს პირები არიან 4, ისიც ბევრს ვამბობ. გავით აღმაშენებელი, ოკეი, თამარ მეფე, თუმცა ეს ძალიან საკამათოა, არ უნდა იყოს გიორგი ბრწყინვალე მაგალითად და ბაგრატ მესამეც არ უნდა იყოს. სულხან საბა არ უნდა იყოს, მე მგონი ვთქვი, მოკლედ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რუსთაველი, რომ შენ შეიძლება გინდოდეს ამის პრეზენტირება, რომ შენ რუსთაველის ქვეყნიდან ხარ და სავსებით ნორმალურია ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი ესეთი პოლიტიკური მოღვაწე არ ყოფილა. ცხადია ილია ჭავჭავაძე და მიხეილ სააკაშვილს ისიც თქვენ რომ სწორედ ილიას პორტრეტი ჰქონდა გამოტანილი და ოკეი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ესეც ძალიან საკამათოა, მაგრამ შეიძლება ამაზე საყოველთაო კონსენსუსი არ არსებობდეს. ზვიად გამსახურდიას ფოტო პორტრეტი. სხვა არავინ არ შეიძლება იმსახურებდეს
ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ არ შეიძლება სხვა არავის ფოტო სურათ ნახატის დაკიდება თავარ ფოტოთ, თავარ ნახატად, თავარ სურათად საქართველოს პრემიერ-მინისტრის თუ პრეზიდენტის კაბინეტში, ოთახში. ხო და აი შევდივართ სასახლეში, მთავრობის ადმინისტრაციაში, კანცელარიაში, ავდივართ მე-12 თუ მე-13 სართულზე, გვაცილებენ პრემიერ-მინისტრის სამუშაო ოთახამდე, შევდივართ ამ ოთახში, ცხადია გამოდის მასპინძელი, გამოწყეპილი, უმრავლეს შემთხვევაში ცხადია ასეც უნდა იყოს და ჩვენ ხდებით ინტერვიუზე. მე და პრემიერ-მინისტრი, ჟურნალისტი და პრემიერ-მინისტრი. და ჩვენ ზურგს უკან, უბრალოდ ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მარჯვნივ და ჩემგან მარცხნივ პირიქით. მოკლედ კედელზე მთავარ ფოტოთ არის გამოტანილი 1795 წელს ამ მონარქმა წააგო მისი მთავარი ომი, კრწანისის ომი, კრწანისის ბრძოლა. მანამდე 95 წლამდე 12 წლით ადრე მან გააკეთა მთავარი საკუთარი განაცხადი იმის თაობაზე, რომ რაზეც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს შემდეგ სიტყვებს სოლომონ ლიონიძის პირით, როცა კამათია სოლომონ ლიონიძესა და მეფე ერეკლეს შორის, რომ უნდა დაუკავშიროს თუ არა საქართველოს ბედი ქართლ-კახეთის სამეფომ, ბედი რუსეთის იმპერიას, სოლომონ ლიონიძე პასუხობს ასე, ამგვარ რამეს ამბობს. დიდი ხანია გულს ირაკლისა გადუწყვეტია ბედი ქართლისა. ანუ მეო რას გეკამათებიო, ან რას გემსჯელებიო, ან რა საპირისპირო არგუმენტები მომყავსო. შენო დიდი ხანია, რა ხანია გადაწყვეტილი გაქვს საქართველოს მიერთება, არა? საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოსა და ქართლ-კახეთის საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ერთმანეთთან მიკავშირება. ერეკლეს მთავარი შეცდომაც ეს არის. არა კრწანისის ომში მარცხი. არა ის, რომ მან მიზეზთა გამო ვერ შეარჩია სწორი სიტყვა არ არის, ვერ აღზარდა მეფე მემკვიდრე და ჩვენ დაგვრჩა, შეგვრჩა გიორგი მე-12, ზაქიჭამია კაცი, რომელმაც 1800 და 1801 წლებში ჩააბარა საქართველო და უკვე შემდგომ იცით 50 წელი ლამის თუ მეტი არა მიდიოდა დანარჩენი საქართველოს დარჩენილი ნაწილების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. არა, მისი მთავარი შეცდომა იყო რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს მეტწილად მაინც კახეთის რეგიონის ქართველი პატრიოტი მოქალაქეებისათვის ის რომ ერთმორწმუნე რუსეთს მიზეზთა გამო, ობიექტურ მიზეზთა გამო მაინც მიუკავშირდა, მაგრამ მე აქ ერეკლეს განსაკიქებლად არ საკალიტიკოთ არ ვიწყებ ამ ჩემს მონოლოგს, არ ვაგრძელებ ჩემს ამ მონოლოგს. მე უბრალოდ მინდა ავხსნა რატომ არის შერჩეული სწორედ ერეკლე მეორე და არ არის დატოვებული ილია. რატომ არ არის შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი და თუნდაც თამარ მეფე და თუნდაც ზვიად გამსახურდია. თუნდაც მერაბ კოსტავა და თუნდაც სულხან-საბა ორბელიანი ერეკლე თუ მაინც და მაინც უნდა ესეთი შერჩევა თუ უნდა მოხდეს 100-ულში, არა 50-ულში, 100-ულში. ან მოხდება, ან არა ობიექტური კომისიის თუ კომიტეტის თუ ჯგუფის მიერ იმ პირთა შორის, ვისი სურათ ხატ პორტრეტიც უნდა იყოს დაკიდებული თავარ კედელზე ქვეყნის თავარი პირისა. მაშ რა მესიჯია ეს ირაკლი კობახიძისა? ირაკლი კობახიძის მესიჯი არის შემდეგი. მე არ ვქმნი ილიას ქვეყანას, მე არ ვქმნი შოთა რუსთაველის ქვეყანას, მე არ ვქმნი დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, თამარ მეფის, მერაბ კოსტავას, სხვათა და სხვათა ქვეყანას. მაგრამ მესამეს ქვეყანას არ ვქმნი მე. მე ვქმნი სწორედ ერეკლე მეორის ქვეყანას, ოღონდ არ ვგულისხმობ მაინც და მაინც ქართლ-კახეთის, ასე კონკრეტულად ქართლ-კახეთს ცხადია. არა, ეს საქართველო რომელიც შერჩა, იქნება ერთმორწმუნე პრავოსლავნი რუსეთთან გადაჯაჭვულ, გადაფსკვნილი, ზუსტად ისე როგორც სურვილი ჰქონდა, როგორი სურვილიც ჰქონდა ერეკლე მეორე 1793 წელს და რომ არა რუსების უგვანობა, რომ არა რუსების
მოღალატეობა რომ არა რუსების ღალატი 83-შივე 84-ში 85-ში და ასე შემდეგ ვინც ის საქართველოს მიერთება რუსეთთან მოხდებოდა არა 1700 სიანი წლების მიწრულს 1801 წელს არამედ გაცილებით ადრე ერეკლეს სიცოცხლეშიც კი ეს რომ ვიცოდეთ მაინც დიახ დიდი მონარქი იყო დიდი მეომარი იყო ერეკლე მეორე არავინ კამათობს ვაჟკაცი იყო ძლიერი პერსონა იყო პატარა კახი რომელიც ხმალს იქნებდა და რომელიც არ დამარცხებულა პრაქტიკულად ერთის გარდა არც ერთ ომში თვითონ იყო წინა ხაზზე და პატივისცემას ის იმსახურებს როგორც მეომარი მისი სახელი იყო განთქმული საქართველოსდან აღმოსავლეთით და საქართველოსდან დასავლეთით შორს იყო ჩასული მაგრამ პირველი ვინც სახელმწიფოში თუ სახელმწიფო ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ პირველი სურათ ხატ პორტრეტ დასაკიდებელი გაგიკვირდებათ და ძალიან მომიტევოს დავით აღმაშენებელმაც კი ძალიან მომიტევოს შოთა რუსთაველმაც კი შოთა რუსთაველის აპოლოგეტებმა შესაბამისად დავით აღმაშენებლის მომხრეებმა აპოლოგეტებმა მაგრამ ილიაზე დიდი მოღვაწე მიუხედავად იმისა რომ 1907 წელს იწამურთან მოკლული ილია ეპოქა რომ დასრულდა დიდი გალაქტიონს ვიხსენებ ახლა ხო ვერ მოესწრო 1918 წელს და ვინიც ის იქნებ რომ მოსწრებოდა სულაც არ განვითარებული იყო ჩვენი ქვეყნის სვედა ბედი ისე როგორც განვითარდა პირველი მაინც სწორედაც რომ ილია და ერეკლე მეორე არ მიწყინოთ ისტორიკოსებმა მისმა აპოლოგეტებმა მისმა მომხრეებმა მისმა მცველებმა ადვოკატებმა არ სჭირდება ერეკლე მეორეს თქვენი ადვოკატობა ჩემგან რომ დავჯდეთ, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მის კეთილ და ძლიერ საქმეებზე, მეც არ ვიქნები ჯაბანი, მეც ჩამოვთვლი ბარე ორ ასეულ საქმეებისა, რომლებიც მას გაუკეთებია ამ ქვეყნისათვის, მაგრამ თუ ვინმე აკლავ ვიმეორებ პირველთა შორის სურათ ხატ პორტრეტ დასაკიდებელი ქვეყნის მთავარი პირის პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ეს არის სწორედაც რომ ილია მოკლული მუხანათურად 1907 წელს და მოკლული სწორედ რუსების მიერ. დიახ, რუსების მიერ, ქართულ გვარიანი რუსების მიერ დამოუკიდებლად იმისა მეფის ოხრანკამ შეუკვეთა, მეფის რუსეთმა შეუკვეთა თუ ოხრანკამ შეასრულა ეს ყველაფერი, რაც საკვირველია რუსეთმა ამით ისარგებლა უკვე შემდგომ პერიოდში, ისევე როგორც კირიონის მკვლელობით ისარგებლა უკვე 10-იანი წლების მიწურულს რუსეთმა და მხოლოდ რუსეთმა. ამიტომ არჩევანი როცა გაქვს და შევდივართ სასახლეში, ავდივართ მე-12 სართულზე თუ მე-13-ზე შევდივართ პრემიერ-მინისტრის ოთახში, რომ ოთახის მასპინძელი იყო, ზოგადად გამსახურდია იქ, რამდენადაც მახსოვს და სწორედ მახსოვს არც შესულა, ის უზენაესი საბჭოს შენობაში იყო, მაგრამ ამ ოთახის მასპინძელი იყვნენ ეპოქალური პირები. და ვახსენებ თქვენს ბიძინა ივანიშვილსაც, ეპოქალური პირია, ბიძინა ივანიშვილი ძლიერი პირია, რასაკვირველია. შევდივართ ამ ოთახში, ამ კაბინეტში და ამ კაბინეტის მასპინძლები იყვნენ ედუარდ შევარდაძე, ეპოქალური პირი, ზურაბ ჟვანია, ეპოქალური პირი, მიხეილ სააკაშვილი, ეპოქალური პირი და ბიძინა ივანიშვილი ეპოქალური პირი, ვინ ცუდი და ვინ კარგი, ამას არ განვიხილავ ახლა. და ახლა ხარ შენ გერგო პატივი, ასაკვირველია. ყოველგვარი დამსახურების გარეშე და მხოლოდ იმიტომ რომ შენ სურგს უკან დგას ბიძინა ივანიშვილი დგას და ალბათ იდგება კიდეც ვინიც ის, მაგრამ მაინც იდგება კიდეც. შენ არაფერი გაგიკეთებია ამ ქვეყნისათვის. არც სიტყვა გითქვამს მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისათვის კონცეპტუალური, შენ გაქვს უბრალოდ ფული. შენ კარნახობენ იმას, რომ დაკიდოს სწორედ ერეკლე მეორეს პორტრეტი, სურათი, ნახატი და არა ნახატი, რომელზეც ასახულია ერეკლე მეორე და არა ილია ჭავჭავაძის. ახლა მე გეკითხებით თქვენ, ძვირფასო მაყურებელო, ვინ უბიძგა ირაკლი კობახიძეს, როდესაც მას მიუტანეს დიზაინი ამ ოთახისა, გაარემონტებულისა თუ გასარემონტებელისა და უთხრეს რომ იცი, აი შენს კედელზე მთავარ პორტრეტ სურათი ნახატი იქნება და ვისი უნდა იყოს ირაკლი კობახიძემ თუ თავად შეარჩია ერეკლე მეორე უნდა იყოსო ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ თუ ფსბ-მ უკარნახა და უთხრა რომ იცი ირაკლი, თუ გნებავთ რუსულად ვიტყვი, ты знаешь, Ираклий, лучше бы было
что на стене висел портрет Ираклия II, უკეთესი იქნებოდა, რომ შენს კედელზე იყოს ერეკლე მეორის პორტრეტი, ეს მეორე უბედურებაა და მე გეტყვით, რომ მაღალი ალბათობით ასეც მოხდა. იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ირაკლი კობახიძის და არა მხოლოდ მისი ფორმალური თანაგუნდელების, ასევე ბიზინა ივანიშვილის და გამობიძინებულების ძალისხმევით გვინდა არ გვინდა ვაღიარებთ არ ვაღიარებთ მივდივართ ამას გეორგიევსკის ტრაქტატი არ დაერქმევა ამას გეორგიევსკის ტრაქტატი 2 სულაც არ დაერქმევა ჩვენ მივდივართ რუსეთს საქართველოს გადაფსკვნილობამდე როცა რუსეთს ეპატიება ოკუპაციაც განადგურებაც გაუბედურებაც ჩვენი სახელმწიფოსი ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზმისა ჩვენი ტრაგედიებიც ეპატიება 90-იანი წლების ამბავის 2008-ის ამბავის და დღემდე რომ ხდება ის ამბებიც ეპატიება ოღონ თავად გაგიკვირდებათ და სანაცვლოდ ნაბიჯსაც არ დაიხევს უკან ერთ კინკილა ამბავსაც კი არ დათმობს ასეთია ჩვენთვის გაწერილი სცენარი თუ ჩვენი სვებედი ბიზინა ივანიშვილისა FSB-ს ირაკლი კობახიძეც უნდა ვახსენოთ ოკეი არ ვახსენოთ ბიზინა ივანიშვილისა კრემლისა FSB-სი მოსკოვისა პუტინისა რუსეთისა ასეთი ხვედრი უნდა გქონდეს ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გავაფორმოთ გეორგიევსკის ტრაქტატი 1793 წელს გაფორმებული გაგიკვირდებათ და კი ერეკლე მეორე არის მოთავე იმ ტრაქტატისა მაგრამ გარსევან ჭავჭავაძემ მოაწერა ხელი იმ ტრაქტატს ასე იმ ხანად მაშინ იმ ტრაქტატს ცხადია დასაწუნს ცხადია ისტორიულ კონტექსტში დასაწუნს თორე იმ მომენტში რა გულში რა რეჩხის უტრიალებდა მეფე ერეკლეს ღმერთმა თუ უწყის და ერეკლე მეორემაც უწყოდა მაგრამ ისტორიულ კონტექსტში ეს დასაწუნია იმიტომ რომ 1793-ის შედეგია 1800-1801 წლები გიორგი მე-12-ის მიერ და არა მხოლოდ გიორგი მე-12-ის მიერ უბრალოდ მან წინააღმდეგობა ვერ გასწია არამედ რუსეთის იმპერატორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვადასხვა ვერ ბედავდნენ ვიდრე 1801 წლის აპრილამდე ამ ტრაქტატის არა ამ აქტის გამხელას გამოცხადებას გასაჯაროებას იმიტომ რომ და მე სიონში გაბედეს და ბევრი ვინც პროტესტით შეხვდა თავადაზნაურობა მათ შორის და პირველ ყოვლისა ისინი იმ ბევრიდან ბევრი დაიჭირეს კიდეც აი აქამდე მიხავს საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას საქართველო როდესაც იქ თუ რელიგიური ფაქტორი იყო ოხ შემოვა სპარსეთის იმპერია ირანის შემოვა და დაიპყრობს და სხვა რა ბედი რა გზა გადარჩენია მეფე ერეკლეს 1793-ს გულისხმობ მეფე ერეკლეს თეიმურაზის ძეს აქ მუსლიმურ რელიგიურ კონფესიური ფაქტორი უბრალოდ არ არსებობს ყოველ შემთხვევაში ჯერ ამ ეტაპზე თუმცა ვინ იცის რა მზაკორული გეგმა აქვს გამზადებული გასამართლებლად ნიადაგის შესამზადებლად რუსეთს და რუსეთის აქაურ წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძეს თუ სხვა რომელიმე ირაკლის რომლებიც უხვად არიან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაში და მათ ნაჩალნიკს ბიზინა ივანიშვილს ამიტომ ამ პორტრეტის დაკიდებითაც სიმართლე გითხრათ კობახიძე ეუნება მოსკოვს მე შეგისრულე შენ დავალება აქვე ვიტყვი რომ მაგალითად ოვალურ კაბინეტში თეთრ სახლში პრეზიდენტები რომ შედიან იქ ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას რომელი პრეზიდენტის პორტრეტი იყოს დაკიდებული თუმცა არსებობს 3-4 პრეზიდენტი რომელთა პორტრეტებიც უბრალოდ არ იცვლება ისინი მუდმივად რჩებიან პრეზიდენტიდან პრეზიდენტამდე და მოუგებებლად იმისა წინა პრეზიდენტს წინას მოსწონდა თუ არა ის ამას მოსწონს თუ არა რომელიმე ისტორიული პერსონა ასე მაგალითად ვაშინგტონის ლინკოლნის ასე მაგალითად პორტრეტები არ იცვლება ხვალ შეიძლება შევიდეს ჯონ კენედისა როცა დემოკრატები დაბრუნდებიან და როცა დაბრუნდებიან მაგრამ აი რონალდ რეიგანის რესპუბლიკელის პორტრეტი კი არ იცვლება და არ იცვლება ბაიდენის ფოტოს ვერ შეიტანს და არ შეიტანს დონალდ ტრამპი და არც მომავალი პრეზიდენტი შეიტანს ტრამპის ფოტოს მაგრამ რამდენიმე კი აქ გითხარით სულ მინიმუმ ვიტყვი ვაშინგტონი ლინკოლნი რუზველტი რეიგანი მათზე
დაფუძნებულია ეს ოვალური კაბინეტის დიზაინი, ეს დიზაინის ნაწილი არა, ეს კონცეფციის სულისკვეთების ნაწილია. აქ კი გავიმეოროთ ერეკლე მეორის პორტრეტი ამშვენებს პრემიერ-მინისტრის კაბინეტს და ეს არის გზავნილი რუსეთისათვის მი საბირაებსა. თარგმნოთ, ჩვენ ვაპირებთ გეორგიევსკის ახალ ტრაქტატამდე მისვლას, ანუ რუსეთ-საქართველოს ახალ ურთიერთობამ, ახალ ხელშეკრულებამდე, რომლის ნაწილიც იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტი, რომლის ნაწილიც იქნება საქართველოს კონფედერაცია, ესეც უკეთეს შემთხვევაში ჩვენთვის, თორე შესაძლოა ამას არც აპირებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ნებისმიერი ქვემდებარე, რომლის ნაწილიც იქნება გამახვილება ყურადღებისა იმაზე, რომ ჩვენ ვართ ერთ სულ კონფესიურად ვართ რა დაკავშირებულნი ერთმანეთთან სამუდამოდ და სამარადჟამოდ, რომლის ნაწილიც იქნება რუსის ჯარის დაკანონება და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ სხვაგანაც, როგორც უსაფრთხოების, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ჯარისა და რომლის ნაწილიც იქნება 1000 სხვა სისაძაგლე, რომელიც კი მოსდის FSB-ს ჩვენს ჩინოვნიკებს თავში და რომლებსაც უთანხმებენ რასაკვირველია უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც თავის მხრივ ამას გადაათანხმებს იდეოლოგებთან, როგორც პრავოსლავნი რუსულ სერკავში, ეკლესიაში, ისე დუგინთან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ სასტიკი რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ. ეხლა მე ბევრი მიკლია რასაკვირველია, მაგრამ სულ გამსახურდიას იმ ისტორიულ სიტყვას რასაკვირველია მე ვერ გავიმეორებ, მაგრამ აი შევებურად კი ვიტყვი. აირჩიე ახლა ქართველო ერო. აირჩიე ქართველო ხალხო, ეს არის გზა ერეკლე მეორისა, არსებითად წინააღმდეგობაში მოსული ილიას გზასთან. ილიას მოწამებრივ გზასთან. ეს არის გზა ილიასი და ეს არის გზა ერეკლე მეორისა. მე ამათ კი არ ვუპირისპირებ, ამ ორი პირის საქართველოს კონცეფციებს ვუპირისპირებ ერთმანეთს. ოკეი, სხვაგვარად ვიტყვი, ეს არის გზა ნიკოლოზ ბარათაშვილისა, ავტორისა მსოფლიო გენიალური ლექსისა მერანი და გზა უვალი შენგან თელილი მერანო ჩემო, მერანო ჩვენო მაინც დარჩება. და ეს არის გზა ერეკლე მეორისა. ეს არის გზა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი კონცეპტუალური პედაგოგი სოლომონ დოდაშვილისა და მისი მოსწავლეებისა იდეურ ხაზს გულისხმობ ილიასი ვაჟასი გალაქტიონისა. მე ხელი გავკარი ამასობაში, გიბოდიშებთ. ხო? თუ ეს არის გზა სხვათა და სხვათა, რომლებიც დიდები კი იყვნენ ზოგი მათგანი, მაგრამ უდიდესები და ქვეყნისთვის დამაშვრალნი სულაც არ ყოფილან. ქართული ხალხი ჩემი ღრმარწმენით, ჩემი იმედით და ჩემი ღრმარწმენით ირჩევს გზას ილიასი. ჩვენ უნდა გვყავდეს იმგვარი ხელისუფლება, რომლის უკლებლივ ყველა წევრი, პარლამენტარი მინისტრი, მით უფრო პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი შეიტანენ პორტრეტს ილია ჭავჭავაძისა, სხვების და სხვებისაც, რა თქმა უნდა, ვინმე იტყვის, რომ შოთა რუსთაველის პრეზენტირება მინდა მე, ამას იტყვის და თუ საწურთო მან დამამხოს, ამის თქმა მინდა მსოფლიოსთვისო ანდერძზე უნდა ველაპარაკო, ავთანდილის ანდერძზე, რომელიმე ჩამოსულ სტუმარსო და ვინოხერი, რა თქმა უნდა ელაპარაკოს თუ ეწოდინება რასაკვირველია თუ საწურთო მან დამამხოს, ვინმე შეიძლება დავით აღმაშენებლის და ვინმე საერთოდაც გალაქტიონის პორტრეტი შეიტანოს, მაგრამ თავარ პორტრეტი რასაკვირველია ყველას ოთახში, ყველას სამუშაო ოთახში უნდა იყოს პორტრეტი ილია ჭავჭავაძისა, რომლის მტრებიც დღეს გამოკვეთილნი არიან. ამ ადამიანებს ქვიათ დაიდადასტურება, რომ ერეკლე მეორეა პორტრეტის, სურათ პორტრეტის სახით, ერეკლე მეორის პორტრეტის სურათ პორტრეტია კედელზე. აიდადასტურება მტრები ილიასი არიან ბიძინა ივანიშვილი და გამობიძინებულები, ანუ რუსეთის ინსტრუქციებით ჩვენს წინააღმდეგ ქართული სახელმწიფოებრივი ორგანიზმის
წინააღმდეგ წამოსული პირები. ნახვამდის.